უხერხულობაზე ბავშვებიდან გვასწავლიან უხერხულობას, ხო? უხერხულია ჭამ ბევრს, უხერხულია მეზობელმა არ გაიგოს, უხერხულია იცვა ამას და ასე შემდეგ და მუდმივად განვიცდით ამ უხერხულობის მდგომარეობას. სინამდვილეში ეს არც თუ ისე კარგი რამეა, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, სადაც გაერთიანებულია სირცხვილის გზნობა, დანაშაულის გზნობა, შიში გარკვეულ წილად და ამ მდგომარეობაში ადამიანი კარგად ვერ გრძნობს თავს. მთელი ცხოვრება სულ რაღაც სიტუაციებში უხერხულად უგრძნობდი თავს. რაღაც სხვის გამო სირცხვილის გზნობას ან ჩუმად თუ ვიყავი რაღაც უხერხულად გრძნობდი თავს. საბოლოო ჯამში ეს მდგომარეობა მოსაშორებელია, ანუ მე თუ ვიაზრებ რეალურად რომ განვიცდი გარკვეულწილად უხერხულობას, ამას ცნობიერად უნდა შევხედო, გავიაზრო რომ რეალურად აქ სირცხვილის გზნობა არასწორია, დანაშაულის გზნობა არასწორია და შიშსაც საერთოდ არ აქვს ადგილი. ეს მნიშვნელოვანი რაღაცა, როდესაც ვარქმევთ სახელებს, ვაღიარებთ და ამის მერე ქრება ეს ყველაფერი. მიყვარხართ ყველანი, მოიშორეთ უხერხულობა.